დაიწყო წინა საარჩევნო გადაცემა დისკურსი. მე ნანა თევდორაძე ვარ, როგორც მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. დღეს კი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ტარიელ დათიაშვილი, რომელიც გახლავთ მწერალი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია ნებისმიერ პლატფორმაზე ბატონი ტარიელი იყოს ჩვენი სტუმარი და ამა თუ იმ საჭიროებო საკითხებზე მოგვახსენოს თავისივე აზრი. მოგესალმებით ბატონო ტარიელ, მოგესალმებით ნანა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში, როგორ ხართ? კარგად მადლობთ, მეც მიხარია ყოფნა ძალიან, ყოველთვის მიხარია ნეგატივში ყოფნა, დღედანითად ყოფნა. ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველას, ჟურნალისტს, კორესპონდენტს, ალბათ ნანას და წარმატებებს გისურვებთ. ასევე დიდი წარმატება თქვენ, დიდი წარმატება ჩვენს ქვეყანას, ძალიან გვჭირდება, ალბათ ხო? ბედნიერი გარემო, წარმატებული გარემო და არჩევნები გვიახლოვდება. საინტერესოა ზოგადად თავს როგორ გრძნობთ ქვეყანაში და არჩევნების მოახლოების განცდები თუ გაქვთ, ან რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ არჩევნებს? ანუ ვიღაცისთვის ახლოვდება არჩევნები და ჩემთვის ახლოვდება 4 ოქტომბერი, როცა გაიმართება დიდი პროტესტის დღე, ყოველ იმის წინააღმდეგ, რაც ხდება საერთოდ საქართველოში, ამ სიყალბის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს. ანუ და სისტემა საერთოდ გაუნათლებელი ხალხის ხელში, დემოკრატია ყოველთვის ხდება ცირკი. ცუდია. ეს არის მარტივი ამბავი, რომ დემოკრატია განათლებული ხალხის ეს არის სისტემაა, მასშტაბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, საკუთარი უფლებების ცოდნა, გარკვევას მთელს პოლიტიკაში და იმიტომ რომ შენ ხარ აქტიური მოქალაქე და აქტიური მონაწილე იმისა, რაც ხდება საერთოდ ქვეყანაში. ეგ თუ არ არის ეს ბაზისი დემოკრატია ემსგავსება ზუსტად იმ სიყალბეს, რაც საერთოდ დღეს ხდება. ყალბი და სასამართლო, ყალბი ხელისუფალი, ყალბი, ყველაფერი ყალბი რა. ამ სიყალბეს უნდა დაუსვათ წერტილი. საზოგადოებაც მოისაზრება. რა თქმა უნდა, საზოგადოების უზარმაზარ უდიდეს ნაწილის მხრებზე დგას ეს ყველაფერი, ხო? ისე რა ქვია, მათრახით ყველას უარადგანან, ასე გააკეთე, ისე გააკეთე. არ ჩვენი ეს ზუსტად გაუნათლებელი საზოგადოების პრობლემა. ახალი თაობა, რომელიც მოდის და რომელიც ციხეებში ჩაყარენ და მართლაც სულ მოუთმელად ელოდებიან 4 ოქტომბრის დღეს, ეგრეთ წოდებული არჩევნების დღეს, რომელიც სინამდვილეში არის დიდი პროტესტის დღე, იმედია ასე იქნება. იმედია მეც შეუერთები ამ პროტესტს. ხო, ისინი ზუსტად ამ სიყალბის დასრულებას აპირებენ, გესმით, როგორ არის საქმე? დემოკრატია რა არის? დემოკრატია არის, რატო გვინდა ჩვენ დემოკრატია, ხო? თავზე ხელაღებულობა ხო არ გვინდა და რაღაც. ხო, არის, ხო, მოისაზრება ჩვენ. არა, დემოკრატია ჩვენ გვინდა თავისი გამჭვირვალობის გამო, ხო? ყველა ნორმალური ადამიანი, მე მაგალითად ასე ვუყურებ, რომ დემოკრატია, რომელსაც აქვს გამჭვირვალეობის უზარმაზარი ხარისხი და პირდაპირ ხელის გულზე ჩანს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში და ასეც უნდა ხდებოს. ეს გამჭვირვალეობა უნდა იყოს, დემოკრატია უნდა იყოს მაქსიმუმამდე მისული, რომ შენ ხედავდე აი ეს შენ რეალურ პრობლემას, მაგრამ უკაცრავად მაპატიეთ. რომ შენ ხედავდე შენს რეალურ პრობლემას, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ხო, რა სარკეში უნდა ჩაიხედო და საკუთარი თავი უნდა დაინახო, ხო? რომ თავს უნდა უყურებდე. განათლებასაც ხომ ესაჭიროება გაშიფრა და რა თქმა უნდა, მაგ განათლების პრობლემაა. აქ არის ზუსტად განათლების პრობლემა, ზუსტად. ანუ შენ როდესაც უყურებ ხელის გულზე გიდევ საკუთარი თავი და შრომობ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო, გესმით? თუ რაც დასაცავია დაიცავი, რაც უარსაყოფია უარყავი, ოღონდ ძალადობის გარეშე უნდა დაარეგულიროს საერთოდ მოქალაქეობრივმა ცნობიერებამ. გესმით, ანუ ერთი სიტყვით 4 ოქტომბრის არჩევნების დღეზე თქვით და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეგ არჩევნები არაა, ჩემთვის 4 ოქტომბერი არის პროტესტის დღე. კარგით, მოდით თქვენი თვალით დანახული არგუმენტი გითხარი, რატომ არ მიგაჩნიათ 4 ოქტომბერი არჩევნების დღე? იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური აბსოლუტურად, მე არ ვცნობ მის ლეგიტიმაციას, მან გააყალბა არჩევნები, საზოგადოებას წაართვა თავისი კუთვნილი ხმები, წაართვა ცინიკურად.
წაართვა დამცინავად, წაართვა აბსოლუტურად ისტორიული მომავალი, რომელზეც ქართველიერი აბსოლუტურად მთელი თავისი შეგნებული ისტორიული, ყველაზე რთული ისტორიული პერიოდების განმავლობაში იყო მისწრაფული და მიდრეკილი და იცოდა სად იყო მისი ადგილი და რა იყო მისი ადგილი, ამ ადგილს ართმევს, ეგ იგივეა, ავიცი ფერქეშ მიწარო გამოაცალოს ადამიანს და ამ არალეგიტიმურობის გამო მას ამ არალეგიტიმურობას არ ცნობს აბსოლუტურად არც ერთი ნორმალური ქვეყანა. შენც კარგად ხედავ, რომ სოფლიოში სულ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ეს იატაკქვეშა ქვეყანა, რომელიც აი ამ ფულების გათეთრების პროცესია ჩართული და შესაბამისად რაღაც კონტაქტებზე კიდე მიდის ამ ხელისუფლებას, თორე არც ერთი ქვეყანა აბსოლუტურად არც ერთი ნორმალური ქვეყანა, არც ერთი ეს რა ქვია სრულფასოვანი ქვეყანა ამათ არ ცნობს, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ეს გაყალბებულია. გაყალბებულია. ჩვენ იმაზე ევროპაზე საერთოდ არა მაქვს ბოდიში მომთხოვია ქუთაისურად ვიტყვი უბრალოდ ლიტერატურულად ჭიპი მოჭრილი არ მაქვს ევროპას მართალი რო გითხრათ გესმის მე სამართლიანობაზე მაქვს ჭიპი მოჭრილი მე მაცოფებს უსამართლობა მე მაცოფებს ცინიზმი მე მაცოფებს ის რომ ღორები ვით იქცევიან ცხოვრებაში და ვითომ მარტო თვითონ არიან ამ ქვეყანაზე და თვითონ და ჭამონ და დანარჩენი აგერ ქუჩაში დამსახურებული ადამიანები რომლებიც დღე და ღამ შრომობენ პატიოსნად მართლაც პატიოსნად ამ სიმახინჯეს უყურებენ მაგრამ მაინც არ კარგავენ და სინდის და ნამუს და მაინც საბოლომდე მიყავთ ის საქმე რომლისგანაც უკვე კაპიქსაც ვეღარ იღებენ შეაჭრეს ყველანაირი დაფინანსებები ეკონომიკა ავიცი თბილისში არის ალბათ რაღაცები ვითარდება ამათ წვეებში შენებლობები დასახლებაც ჩვენთან ქუთაისში ხო საერთოდ ხო ქუთაისმა ამ პროცესებში ზოგადად აი ამ ბოლო წლების მანძილზე როგორი სახე მიიღო ანუ დასკვნის საკითხით იმას ვიტყვი რომ თავარი მიზეზი რა თქმა უნდა რატომაც მე არ ვაღიარებ ამ არჩევნებს არის ხელისუფლების არალეგიტიმურობის და აღიარება ანუ თუკი ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება ამ ქვეყანაში ჩემი აზრით და ევროპელების აზრითაც ეს არის სალომე ზურაბიშვილი რომელმაც შეინარჩუნა ლეგიტიმაცია გარკვეულწილად და იმათ ფონზე, ვინც ახლა დღეს ხელისუფლებაში. იმიტომ რომ არც ერთი ინსტიტუტი, ბოდიში დავამთავრებ, არც ერთი ინსტიტუტი უფლებამოსილი აღარ იყო, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. ასე მოხდა რა. და ხო, ეგ როდესაც ჩვენ ხელისუფლება გადადგება ეგრეთ წოდებული ეს უზურპატორები, ანუ მოძალადე ბანდა. და გაქვს თქვენ მოლოდინები. რა თქმა უნდა, აბა რა. აუცილებლად. ქუთაისს შევეხოთ, ქალაქი, რომელიც ძალიან გიყვართ და განსაკუთრებული როლი და ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში. ცნობთ თუ არ ცნობთ, 4 ოქტომბერს ქალაქი მერს აირჩევს. რამდენად იცნობთ მათ კანდიდატურას და წარმოდგენა არ მაქვს ის ვინ ყავთ კანდიდატი. კარგით. ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება ისევ იმიტომ რომ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს თუ უბრალოდ მერს არ ხელეწიფება ქალაქის საკეთილდღეოდ რაღაც კონკრეტული ჩემი არ ვიტყვი ახლა კონკრეტულად თქვენშიც კარგად იცნობ ნანა იმ ადამიანს ხშირად შეესტუმარი ერთი ჩემი მეგობრის ახლობელი არის ის და ყველა ძალიან კარგად ახასიათებს მე რისინავდე არა ვარ და ღმერთმა ყველა კაი ადამიანი გვიმრავლოს და რომელ პარტიაში არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ბოლო ადამიანები ვართ და ჩვენ ისეთი რთული დროებები გამოვიარეთ ქართველებმა ყოფილა შემთხვევები ერთი და იგივე ადამიანი მართლმადიდებელიც ყოფილა კათოლიკიც და მუსულმანიც ერთი და იგივე დროს ყოფილა ასეთი ანუ ეგ რო არის ის ადამიანმა საით შეძრეს და რას დაემალოს და როგორ დაემალოს უნამუსობას როგორ დაემალოს ზალადობას როგორ დაემალოს ამას ყველაფერს და საით სად იპოვოს თავისი საკეთებელი როცა ხო უნდა ბევრი იქნება ამათ უცნებაში დარწმუნებული ვარ ზუსტად იქნებიან ასეთი ადამიანების გამორიცხულია სხვანაირად არ შეიძლება სხვა გზა არა აქვს და არ უტოვებენ სხვა გზას და იმიტომ ეს მაგრამ
აი რაც კი მკითხეთ ის არის რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს რაც არ უნდა განათლებული რაც არ უნდა და ეს საოცრება ვერაფერს ვერ იზამს იმიტომ რომ სისტემაა ისე აგებული რომ ყველაფერი არის ტენდერების ზე ჩამოკიდებული და ყველაფერი აბსოლუტურად ამ ქვეყანაში ამ მთავრობაში რაც და რაზეც არის კონცენტრირება არის ფულის მიტაცებაზე და ჩართავენ იმასაც ზუსტად ვიცი ამ საკითხში და მე შეახოცავენ ხელებს როგორც ხდება ხოლმე. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ რომ ყველაფერი ცუდი განაჩენია და კარგი კონტექსტია. მისთვის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი განაჩენია, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების დრო იწურება და ახლა ჭკვიანი კაცი ჩემი აზრით რა თქმა უნდა შეიძლება მე ვცდები რაც ნაკლებს ავარაუდო ჭკვიანი კაცი სამომავლო პერსპექტივა რომელსაც აქვს თავისი მომავალი წარმოდგენილი როგორც პერსპექტიული მზარდი რაღაც კარიერა მარტივად რო ვთქვა ჭკვიანი კაცი ახლა ამ გენების მხარეზე თან მერობის კანდიდატად არ დადგებოდა მე ასე ვფიქრობ ქუთაის მაინც როგორი მერი სჭირდება თქვენ როგორ ფიქრობთ ქუთაის სჭირდება უნდა ანუ რა არის იცი ყველაფერი იწყება მარტივი რაღაციდან პიროვნებაზე არაფერი დამოკიდებული ყველაფერი წარმოგხსნეთ განათლება მარტივი რამე არ ვიცით ჩვენ არ ვიცით საქმის დაგეგმარება ანუ როგორ უნდა დავგეგმოთ საქმე ეს არის ეკონომიკის ფუნდამენტის ფუნდამენტი ხო ანუ რას ნიშნავს საქმის დაგეგმა როცა შეხარჯავ ყველაფერს და აბსოლუტურად არ წევ ეკონომიას იმაში რომ ხარისხიანად გააკეთო საქმე მაგრამ რო აკეთებ ეგ საქმე ერთხელ გააკეთებ და გააკეთებს ის დგას და თავის მოვალეობას შეასრულებს წლების განმავლობაში ამათ წარმოდგენა არ აქვს ნახეთ რას აკეთებენ ახლა ეგ გინდა გავუშვით ეთერში გინდა არა ანუ ისევე ხო ეს ხო ჩანაწერია კი მაგრამ არ არის პრობლემა გისმენთ ყურადღების ცხადია ანუ შეხედე რა ხდება ტარდება ტენდერი ხო ტარდება ტენდერი ახლა ამათმა ხო ყველას უნდა აჭამონ იმიტომ რომ სისტემა აქვს ისეთი რა ოლიგარქიული ოლიგარქია არის ელიტის დიქტატურა ანუ რაღაც ელიტა ფინანსური ელიტა შეიკრიბა და ამან დაამყარა თავისი წესრიგი ქვეყანაში. ესენი არიან ერთი გუნდია, აქვთ თავისი ბიუჯეტი, საკუთარი ბიუჯეტი აბსოლუტურად, აი როგორც ქურდებს აქვთ მაგალითად ოფშიაკი დაახლოებით ასეთი ბიუჯეტი აქვთ საკუთარი და ეგ კლანი ესა რა ქვია რაც უდიდეს ნაწილს ღებულობენ რა თქმა უნდა ამ ფულისგან ფულს შეულებენ და იღებენ ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტიდან ეს ხალხი მუშაობს. ახლა ტარდება ტენდერი. ნახეთ ეს ბევრი ხო არიან და რაც შეიძლება დაშლილია კომპანიები რომ ბერმა ჭამოს. და ტენდერში უნდა მაგალითად კეთება გზა, ხო? და ტენდერში უნდა მიიღოს ერთმა კომპანიამ ესე რა ქვია მონაწილეობა, ხო? იკრიბება აბსოლუტურად სხვადასხვა ერთმანეთსგან აბსოლუტურად განსხვავებული კომპანიები, ვიღაცა ტიპები, რომელიც იცნობენ ან საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. გასვლის ვითომ ერთი კომპანია და იღებენ ტენდერში მონაწილეობას და მერე იღებენ ამ ფულს და მიდიან რა. წავიდა ეს ერთი კომპანია ერთმანეთთან არ აქვს არც კომუნიკაციის, არც დაგეგმარება, საქმის დაგეგმარების საერთოდ წარმოდგენაში არ არის. მოვიდა ის დააგო ასფალტი. ერთი კომპანია. მეორე კომპანიამ სანამ ტრუბები ჩამოასხა და ეს მილები გააკეთა და მიიღო და ეს დრო გავიდა, მოვიდა ეს ჩასხულია უკვე ეს ქვია. ასე რჩებით? ხო, ახლა ამან უნდა ამოთხაროს, მილები უნდა ჩაყაროს, ხო ასეა? მერე არის ჭები ცალკე საქმე არის ტროტუარი ცალკე საქმე აი რამდენიც არ ანუ ეგ ამბავი ეს კოორდინაციის ეს ჩვენ ხო ემას ხო ჩვენი თვალით ხო უყურებთ ამას რაც ხდება რა ეს ხო ჩვენ თვალწინ ხდება სამწუხაროდ ჩვენც არ ვიცით უყურებთ და არ ვიცით რა ხდება შევეჩვიეთ მას კოთხით ხო სავარაუდოდ ალბათ შევეჩვიეთ ხო კარგი საპირწონეთ თუ ხდება მოდი მინდა გკითხოთ წინა ხელისუფლების დროს იგივე სურათი იყო თუ აქ გაუარესდა თუ ნაწილობრივ არა წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ფასადური ანუ ეგ ტენდერების საკითხი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო მაშინაც მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტი და ნუ წინა ხელისუფლებას
წინა ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული რაღაცა რეფორმებში თავისი რაღაც იდეები ჰქონდა და ამ რეფორმებს ასე თუ ისე ახორციელებდა. თუმცა აი მაგალითად მარტივ რაღაცას ვიტყვი კიდე ხო პრინციპი არის ერთი პრინციპი არ შეცვლილი არც მაშინაც იგივე იყო ახლაც იგივეა. ავიღოთ მარტივი საჯარო მოხელე მარტივი საჯარო მოხელე. ახლა როგორ არის ქვეყანა მოწყობილი ნახეთ ეგ ხო ეს ყველაფერი ხო ჩვენ ცხოვრებაზეა ისახება არა მე როცა მიდივარ ინსტიტუტში მე რაღაცა ისეთ პროფესიას მინდა დავეუფლო და მთელი ცხოვრება რასაც მე უნდა ვემსახურო ხო ეს რთული გასარკვევია ეს ადამიანური მომენტია ავირჩიე მე ეს პროფესია დავიწყე მერიაში მუშაობა ნორმალურ ქვეყანაში როგორ ხდება საერთოდ სამოხელეო მას რა ქვია სისტემას კორპუსს არ ეხება არავინ ეგ არის დამღუპველი ქვეყნისთვის აი რაში ჩვენ ვართ რაში ბუქსაობთ ძირითადად ეგია რა ეს სამოხელეო კორპუსს ძირითადად პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს ძირითად მასას თუ აინტერესებს თავისუფალი უნდა იყოს აბსოლუტურად რატო შეხედე ის რომ მიდის სამსახურში ის ფიქრობს მარტივ რაღაცას მე ახლა ვიშრომებ 1-10 წელიწადი გესმის და 10 წლის მერე აი იმის ჩემი უფროსის თანამდებობაზე მოხვდები რა და მე ნენელა ავიწევ მოვინდომებ და მოხვდები ანუ ეს კარიერული კიბე რო არსებობდეს პოლიტიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიულობაზე ანუ ამ სამ მოხელეს შენ არ უნდა ცვლიდე გესმის იმიტომ რომ მისი მოხელე ნაციონალიზმი მომხსნია თუ ის მას აინტერესებს ზუსტად ეს კარიერული სისტემა იმუშაოს თავისი ცოდნა დახარჯოს პატიოსნად მიიღოს ამ შრომის შესაბამისი ესა ანაზღაურება და იყოს ბედნიერად ოჯახში შესაბამისად როცა ქვეყანაში იწყება ის მომენტი რომ აი პარტიების გარჩევა და როცა ერთ პარტიას მოყავს თავისი ხალხი მარტო ხო ესეც ხდება ახლა თავისი ამას ეუბნება ნაცია ვარ როცა ნაცია ეუბნება ნაცი ვარო როცა კოცია ეუბნება კოცი ვარო არა მნიშვნელობა აბსოლუტურად აი როგორი სიმახინჯია ეს გაუგებრობა ეგ მომენტი რომ მას არ უნდა შეახო თუ გინდა და ქვეყანაში სისტემის აგება დავიწყოთ უპირველესად უნდა შევთანხმდეთ აი ახლავე ხო დაუშვათ მოხდა 4-ში გადატრიალება ხო 5 ოქტომბერია ვთქვა ხო 5 ოქტომბერია ვთქვა და ჩვენ ხელშია ყველაფერი და უნდა დავიწყოთ რაღაცა ეს იქნება უზარმაზარი შეცდომა და ძალიან დიდი სულელე თუ შევარდებიან ამ მერიებში და დაიწყებენ შენ კოცი ხარ და უნდა წახვიდე და ეს არის ეგ არ შეიძლება იმიტომ რომ უნდა იცოდეს აი ქსოვილი საზოგადოებრივი ქსოვილი როგორაა მოქსოვილი ეგ უნდა იცოდეს გესმის პოლიტიკოსმა ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ამას ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ამნაირ საკითხებს ფუნდამენტში რაცა ანუ თქვენ მითხარით როგორი მერი მოგეწონებათ მე მომაწელობა მერი რომელიც არ იქნება პოპულისტური ეს გავაკეთე მე დავინახავ ის რასაც გააკეთებს ანუ ფუნდამენტიდან უნდა დაიწყოს იმ იქედან რაზეც უნდა დააშენოს მე ქვიშაზე სახსაშენება ხო სისულელია როგორც აკეთებენ ახლა ესენ ქვიშაზე ასე აშენებენ ძირითადად საფუძველს არავინ არ ეხება აი აქედან უნდა დავიწყოთ ყველაზე დიდი საფუძველი თუ გინდა ჩვენ ნორმალური ქვეყანა არის განათლების სისტემა ხო, განათლებას შეეხედა, რა თქმა უნდა, არ გვინდა ცუდ კონტექსტში იყოს საზოგადოების მხრიდან განხილული, მაგრამ აი საზოგადოების უმეტესი ნაწილი როგორ არის აი უმრავლესობა აი ამ პროცესებში ჩართული, რა იკვეთება და რა არის ზოგადად ჩვენი დაკვეთა დღეს? საზოგადოების დაკვეთა რომლის ნაწილიც ის ვინც დღეს საზოგადოების დაკვეთა არის მარტივი, ანუ ჩვენ ხო ხედავთ საზოგადოება გახლეჩილია ორ ნაწილად, ხო? ჩვენ გინდა ისე ვიფიქროთ, გინდა ასე, მაინც ფაქტის სახეზეა, რომ ორ ნაწილადაა გახლეჩილი. ამ გახლეჩილობას ძირითადად იწვევს ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, რაც არის საერთოდ მსოფლიოში, რაც არის და რაც არის ჩვენთან ზოგადად გეტყვით 2008 წელს, როცა რუსეთი შემოვიდა საქართველოში. აი მის პირველი მიზანი იყო სააკაშვილის წასვლა, ხელისუფლებიდან ჩამოცილება და მისთვის ლეგიტიმაციის მიღება. გაეროს ხდომებს თუ გადახედავთ, ეგ მარტივია რა. მერე დასავლეთი, როდესაც ჩაერთო
კონკრეტულად ევროპა ამ საკითხში დასავლეთმა ამ მოლაპარაკებებში რუსეთს უთხრა რომ ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს თქვენი ანუ ეს რა ქვია თქვენთვის ლოიალური პიროვნება საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ეს არ უნდა მოხდეს ძალის დემონსტრირებით. ანუ უნდა გაიყვანოთ ჯერ ჯარები, დაასრულოს ეს და მომავალ წელს ანუ ჩვენ რა მივიღეთ? გასაგებია ევროპა ცდილობდა რას, რომ აი მშვიდობიანი შეენარჩუნებიათ დემოკრატია, იმიტომ რომ მშვიდობიანი გადაცემის ეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრინციპი მაინც აკეთებს თავის საქმეს გესმის და გააკეთაც კიდეც ერთ პერიოდში კოჰაბიტაციაზე იყო. ხო გახსოვს საუბარი კოჰაბიტაცია ზუსტად ისაა, რაც მეც ახლა სამხეოლეო იმაზე საფეხურებზე ანუ კოჰაბიტაცია ისაა, როცა შენ ინაწილებ პასუხისმგებლობას. გესმის? ანუ როგორ გითხრათ, ჩვენ და კი ბატონო და ასე მოვიდა ეს ხელისუფლება, ანუ მოვიდა ლოიალური ხელისუფლება. მე არ ვთვლი რომ მაგალითად ეს რუსეთიდან პირდაპირ იღებს ივანიშვილი რაღაც იმას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ თავისი სიმპათიები და თავისი ორიენტირები და თავისი ისინი გააჩნია და ამისთვის იღებს. და ჩვენი ორიენტირი რა შემდგომარეობს საზოგადოებაში? ანუ ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარეს უნდა დემოკრატია, რა თქმა უნდა. და ჩვენ რა გვინდა? სწორად ვარ ჩამოყალიბებული ჩვენ. აი მაგაშია საქმე, რომ ამომრჩევლობამდე ვერ მივდივართ. მე არა ვარ ამომრჩეველი ამ შემთხვევაში, გესმით? ამომრჩევლობამდე უნდა გადაწყდეს ფუნდამენტური საკითხი და საით მიდის და რა უნდა საერთოდ ეს. თუ კი მე არ გადავწყვიტე და ვერ გავარკვიე დემოკრატია მინდა თუ ავტორიტარიზმი მინდა, არჩევნების საკითხს როგორ გადავწყვიტ? ავტორიტარიზმს საერთოდ არ აინტერესებს არჩევნები. ხო, მე და არჩევნები იმიტომ მაინტერესებს, რომ მინდა დემოკრატია. თუ კი დემოკრატია საფრთხე შეექმნება, არ იქნება თავისუფალი სასამართლო, იქნება ვიღაცა ერთი რაღაც მართველი ქვეყანაში, რომლის სიტყვასაც ერთი დარეკვა და ყველაფერი მიჭკუაზე რო ხდება და პოლიცია მიჭკუაზე დარბის. არ ვიცი, ნუ ამ შემთხვევაში არჩევნებს და აზრი აქვს, აი მითხარით. თუმცა ჩვენ მე არა ვარ ამორჩეველი ამ შემთხვევაში. კარგი, რა ვსწავლობთ? არჩევნებიდან არჩევნებამდე, ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე. რა ვისწავლეთ ჩვენ? არაფერი არ ვისწავლია და პრინციპში ერთადერთი რაც გავაკეთეთ, ალბათ ყველაზე ფასიანი ის არის, რომ მოვასწარეთ ანუ იმ ახალგაზრდობის აღზრდა, რომელიც აი ორიენტირებულია ზუსტად კანონიერი ყოფიერების, კანონიერად ცხოვრებისკენ, გესმით? ანუ ჩვენ რასაც ვდებთ იმაში, რა ქვია, მაგალითად ევროპის სიმბოლოში, ამაში ჩვენ გულისხმობთ ისეთ არსებობას, ისეთ საზოგადოებრივ არსებობას, სადაც კანონი კანონობს, სადაც ახლა ევროპაშია კორუფცია, მაგრამ ჩვენ შევეცადოთ, რომ ეს არ გქონდეს, იმიტომ რომ თავისუფლად არ შესაძლებელი, რომ აი ზარმაზარი კორუფციული და გარიგებების და ბიუროკრატიის გარეშე იარსებოს. რაც უფრო მარტივი იქნება, პატარა ქვეყანა ვარ და ამიტომ არის ეგ შესაძლებელი. არის შვეიცარია ამის დიდებული მაგალითი და დანია და ისეთ ქვეყნები, რომლებიც პატარები არის, რომელსაც არ ჭირდებათ საერთოდ ეგ პარტიები საერთოდ არა, მე თუ გითხავს საერთოდ რა. ანუ რა სარგებლობა მაქვს პარტიებს? პარტიებს აბსოლუტურად თანამედროვე ეპოქაში, სადაც ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობ და სივრცე აღარ არსებობს. გესმით? პარტია საჭირო აღარაა. ამას ისტორიული გამოცდილებიდან გეუბნები და ამას თავის საფუძველი აქვს ახლა მე რასაც. აი მაგალითად ვოლტერი ამბობდა, რომ საფრანგეთშიო დემოკრატია არ დამყარდებაო. მით უმეტეს რუსეთში. რატო ამბობდა ის ამას? იმიტომ რომ დემოკრატია არის საერთოდ ქალაქური მოვლენა, ეს ერთი ქალაქის მოვლენაა. ანუ ეგ რთული სისტემაა ძალიან ესეთ მუდმივ კონტროლს საჭიროებს და იმ ადგილებში ხდება ძირითადად წარმატებული, სადაც მჭიდროთაა ერთ ადგილზე ხალხი შეკრებილი და რაც უფრო ნაკლებია ხალხი, მით უფრო სრულფასოვანია დემოკრატია. გესმით? ანუ მithumet კონტროლის პრობლემაა და ცოდნის პრობლემაა, რთული სისტემაა. გესმით?
თვითონ მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა ეს პირდაპირ გათვლილი. საფრანგეთი როგორი იყო? საფრანგეთი იყო უნიტარული ქვეყანა და გაშლილი უზარმაზარი ქალაქები, უზარმაზარი ხალხი, უზარმაზარი და კოორდინაცია ჭირდა. ამიტომ გახდა საჭირო პარტიების კონტროლი. ანუ რაღაც ადამიანებმა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იდეოლოგიების ხანაც იყო. ამნაც შეუწყო ხელი იდეოლოგიების ხანამ პრიუს ამ კონტროლის აუცილებლობამ წარმოშვა პარტიის საუჭიროება. დღეს საქართველოში დღეს არც ერთი არ არის და არც მეორე. არც სივრცის პრობლემაა და კომუნიკაციის პრობლემაა და კონტროლის პრობლემაა. გესმის და მით უმეტეს იდეოლოგიის პრობლემა და აღარაა, იმიტომ რომ მემარჯვენე მემარცხენეობა 21 საუკუნეში გახდა აბსოლუტურად აბსურდული რამ. არავინ აღარ იცის სხვა რისად გადის ამათ შორის გესმით და მაგრამ ჩვეულებრივი და ესა რა ქვია წარმომადგენლობითი დემოკრატია რომელიც კონკრეტულად ერთი პასუხისმგებელი გეყოლება პირი და ეს რა ქვია იმაზე რასაც შენ გააკეთებ მე მამის მომხრევა მე საერთოდ არ მაინტერესებს მაშინ პარტიებს რა შედეგს მოგვიტანს ჩემი აზრით უფრო კარგად იმუშავებს რა სისტემა. უფრო კარგად ის კონტროლი უფრო მეტი იქნება ერთმანეთზე. კონტროლი არის აუცილებელი ერთმანეთზე კონტროლი. არ ის საერთოდ ამერიკელი მამები ჩვენ გაგონილი შეიძლება გქონდეს ასეთი ფედერალისტი ქვია, ფედერალისტური ჩანაწერები, რომელსაც აკეთებდნენ ამერიკელი კონსტიტუციონალისტები, წერდნენ წერილებს იმისთვის რომ დაერწმუნებინათ ამერიკელები კონსტიტუციის საჭიროებაში. და ერთ-ერთი წერილი რომელიც ედისონმა დაწერა იწყება ამ სიტყვებით. ჩვენ არ ვართ ანგელოზები, რომ ვიყოთ ბოდიში. აბათია? არა, ვიშევს. ჩვენ არ ვართ ანგელოზები, რომ ვიყოთ ანგელოზები, ხელისუფლება საერთოდ არ დაგვჭირდებოდა. ანუ რადგან ანგელოზები არ ვართ, გვჭირდება კონტროლი. ჩვენ საქართველოში პარლამენტში ქერუბიმები გვიზის აღმასრულებელში და ესე სერაფიმები და იმაში ანგელოზები და არის ცათასასუფეველი ამგეზე არავის შეეჭვია უნდა შეიტანო ასე იყო სააკაშვილის დროსაც როგორ ახლა სააკაშვილში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო რომ ის რაიმეს მოიპარავს და ან კობახიძეში და ნუ ამათში ახლა ესე კარგით ოპოზიციურ სპექტრსაც დავასრულებ ერთი წუთი რასაც ვამბობდით ბარებ ანუ ობოდიში ერთი სიტყვით კონტროლი გვჭირდება კონტროლი და ისეთ სიტუაციაში კონტროლი უფრო ესა რა ქვია ასე რომ ვთქვათ უფრო მოსახელთებელი იქნება. ნუ ამაზე ბევრი შეიძლება საუბარი სხვა დროს თუ დაინტერესებდით ამ საკითხს გავშლით, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რა თქმა უნდა, მომავალი მოწყობა, დღევანდელი მოწყობა საქართველოში ეს არის აბსოლუტურად ჩადებული ბომბი, ვინ ჩადდა, მე არ ვიცი ეგ ბომბი ჩვენს ცხოვრებაში და ეგ რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან უნდა შეიცვალოს. ოპოზიციურ სპექტრსაც მომახსენეთ თუ შეიძლება. იმ პარტიებზე ვინც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ან ბოიკოტის მთავარი არსი რაში მდგომარეობს და ვინც თქვენთვის თქვათ არალეგიტიმურ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. დიახ. აი როგორი არის ჩვენი ოპოზიციური სპექტრი? და მოდით ჯერ უპირველესად აი რადგან მე მეკითხებით, ჩემი შეხედულება ასეთია, ეს არის სახალხო პროტესტი და ეს არის რამე პარტიული ეს ანუ ხელისუფლება რას ცდილობს, იცით? ხელისუფლება ცდილობს ის მოძრაობა, რა მოძრაობაც დღეს ის საპროტესტო მოძრაობა, რაც დღეს საქართველოში მიდის, ეს გადაიყვანოს, ის არ აღიარებს, რომ ეს არის სახალხო მოძრაობა. ნუ აქ მის წინააღმდეგ არის არა რომელიმე კონკრეტული პარტია, მაგენ ისთვის საყვარელი ნაციონალები ან ვიღაც და ვიღაც. ხო, არამედ არიან ვიღაცა პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც მართავენ ამათ და თავისი ინტერესების მიხედვით, აი როგორ წარმოდგენა აქვთ, გესმით, ასეთ წარმოდგენა. სინამდვილეში ეს არის სახალხო პროტესტი და პარტიები გვერდში ანუ იზიარებენ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ამ სახალხო მოძრაობა და მისდევს. რას მისდევს ეს ჩვენი სახალხო მოძრაობა? ჩვენ სახალხო მოძრაობას მიაჩნია, რომ ლეგიტიმაციის არ აღიარება
და ეს რა ქვია დაუმორჩილებლობა, ეს რა ქვია მუდმივი პროტესტი და მუდმივი შეხსენება, რომ ეს არის უზურპატორი და ეს დღევანდელი მმართველები არიან უბრალოდ აგრესორები, ასე რომ ვთქვათ. და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, ჩამოვაცილოთ, მე არ მაინტერესებს ვისი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე გეუბნები აი სისტემაში შიგნით რა ხდება, ხო? და ამ სახალხო მოძრაობის არსი ეგ არის, რომ ბოლომდე მივყვეთ იმას, იმიტომ რომ ეგ მუშაობს არაღიარების ესა რა ქვია პოლიტიკა, ეგ მუშაობს ყველანაირად და ადრე თუ გვიან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაინიშნება სამართლიანი ახალი არჩევნები. ჩვენ არავის არ ვიცი ახლა თუ ძალით 4 ოქტომბერს ახლა შესაძლებელია რაღაც გამწარდეს ხალხი და იქ რაღაცები მოხდეს. იმიტომ რომ აი, როდესაც ჩაიდანს ადუღებ, ხო? თუ როდესაც ის მიაღწევს 100%, აი დიალექტიკის კანონია, ხო ასია? ჩაიდან როცა ადუღდება და 100%-ზე დუღდება წყალი. 100 გრადუსზე დუღდება წყალი, ხო? 99.9-ზე არ დაისტვეს ჩაიდანი, მაგრამ 100%-ზე ის უკვე დაისტვეს. გესმის, ამას როცა გაიგონებ, უნდა იფიქრო, რომ წყალი ადუღებულია. შენ თუ დაიწყებ იმას დალუქვას ამ გამოსასვლელების, საიდანაც ორთქლიან უნდა გამოვიდეს, გესმის, ის აფეთქდება, ხო აფეთქდება, არა, მარტივი კანონია ეს ბუნების კანონია და საზოგადოებაც ამ ბუნების ნაწილია და ისე ხდება რაღაცეები, როგორც ხდება. გასაგებია. კარგით, მაშინ თორემ მიზანი არავის არ აქვს, ეგ ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, მორჩა, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, რა. ეგ არის სულ მოთხოვნა. ამისთვის დალეწეს ბავშვები, ამისთვის და არის ზვიად რატიანი და მზია ამაღლობელი დათაშვილი ნინო ფანტასტიკურია და საოცარ გმირები დანარჩენებზე აღარ თითოეული მათგანი მინდა რომ თქვა საოცარი ხალხი ჩაღარეს და გვერდში დაიყენებს ვიღაც ძალიან ბნელი და ძალიან ტოტცური ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები. ნუ რა ვიცი. ბატონ ტარიელ. ხო, ძალიან მძიმე სურათი გვაქვს ჩვენ და ამას ემატება კიდე საზოგადოების რაღაც შუღლი, ზიზღი, დაპირისპირება, მძიმე სოციალური ფონი და ბევრი პრობლემა, რომელიც არის დაგროვებული ამ წლების მანძილზე და აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე, ხო ეს ყველაფერი კარგად ჩანს, თუ ქუჩაში მოძრაობთ ფეხით. ყველაზე იშვიათად გონი უკვე ქართველები ვიღიმით და ბედნიერებას ვასხევებთ. არ ვიცი თქვენ მეთანხმებით თუ არა. ხო, რაღაც მძიმე ლოდი გადევს ყოველთვის გულზე, რაღაცა მოუცილებელი, ხანდახან ვერც აცნობიერებ რა ხდება, იმიტომ რომ ამასაც ეს ჩვევი, რაც ხდება. და რაღაც მომენტში ჩვეულებრივი ამბავი გონია, უკვე ასე გონია, რომ ეგ ყოველთვის იყო და სულ ასე იქნება, როგორც ამბობენ ხოლმე. და ეს მომენტი რომ ეს თან მემკვიდრეობითი ამბავი. ხო, რაღაც გენეტიკური კოდი აქვს. რაღაცა ეგ თან ჩვენ ქართველების ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი სარწმუნოება, ეგ ყველაფერი არის შემგუებლურ ხასიათზე დამყარებული. ანუ მართლმადიდებელი, აი მაგალითად ძალიან მაგარი ეს არის აქვეა მომენტი არის ფელინის ფილმში გზა, თუ იცი შენ ანახე, ჯერსომინა და ძამპანო რო ორკაციანი ცირკი არის, სულ მოგზაურობენ გზაში. ერთხელ შეეყარათ გზაში მონაზონი და ის ეკითხება ჯერსომინას, რომ რა კარგიაო, თქვენ სულ მოგზაურობთო, ჩვენ სულ მოგზაურობთო. ანუ მონასტერიდან არის ეს მონაზონი, ერთ-ერთი მონასტერი. რატომ ეკითხება და იმიტომ რომ მიწას რო არ შევეჩვიოთო ჩვენ ღმერთს მიწამ შეჩვევა იცის ასე არის გესმის ეს მუდმივი ცვალებადობა დასავლური აზროვნების ფუნდამენტში დებს რომ ეს მუდმივად უნდა იცვალო გარემო რომ რაღაც მომენტში რაღაც იმას და მიწას საფუძველს მიწას არ შეეჩვიო და მთავარზე იფიქრო ყოველთვის და ჩვენი რელიგია უფრო მიწიერი არის ადგილმა შეჩვევა იცის ბირჟამ შეჩვევა იცის უსამართლობამ შეჩვევა იცის ძალადობამ ყველაფერმა იცის შეჩვევა ის რასაც ჩვენ ვხედავთ ეს ჩვენ ახლა ბუნებრივი რაღაცა გონია ხო ბევრს ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავი გონია ზოგმა რამე სხვანაირად თუ შეიძლება ყოფნა ისიც არის
ხო კი ნამდვილად გეთანხმებით შემგვებელი და ჩვენზე ეს მოქმედეს რა თქმა უნდა და ამას ძალიან დიდი ძალა ჭირდება რომ რაღაცა უცბად გამოფხიზდა და არა კაცო არა ეგ არა ამას ამის ასე დატოვებაში დაგროვებული უარყოფით ენერგია შემდეგ სრულიად უდანაშაულო ადამიანების მისამართით ვიყენებთ ხოლმე ხო რა თქმა უნდა ხო ვინ ვის ჩაუვარდება ხელში ნუ ახლა დაძილები ყოველთვის პოულობენ თავშესაფარს და ესენი ვინც ახლა ძალიან დიდ საზრობებს ჩადიან გესმის იქაც იპოვიან თავიანთ ადგილს მომავალი ხელისუფლება რომ დამიჯერეთ ეს აი ზუსტად იმ სამხელეო ეშმაკობის და აი გამჭრიახობის შედეგი არის რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას საერთოდ ფეხებზე კიდია ბოდიშმა მთხოვია თქვენ ეთერში ამ სიტყვების თქმა არ აინტერესებს საერთოდ გესმის ეს კონიუნქტურა ნიჭიერია საიდანაც უნდა დოქს იქიდან მიაბავს ტუჩს ბატონო ტარია თქვენ კი ამბობთ რომ ხსნა შეიძლება მდგომარეობდეს იმაში რომ პარტიები გააქრნენ აღეკავ პირისაგან მიწისო, მაგრამ ვიდრე პარტიები გვყავს და არ ვიცი კიდე ეს როგორ შეიძლება სურათი. ანუ საზოგადოების შემგებლობაზე საუბრობდით, თქვენ რაღაცებს ვეგუებით. ანუ რომელ პარტიაში ხედავთ თქვენ ხსნას, ანუ შევცვალეთ ხელისუფლება, ხო? შევცვალეთ ხელისუფლება. ვინ უნდა გადაიბაროს ეს პასუხისმგებლობა და ვინ ისრუნებს ხალხზე, როცა ყველა მათგანი ლამის უკვე გამოცდადა დრო. ისა მომისმენთ ეგ მარტივი რაღაცაა, ხო? 10 უცნობი ადამიანი რო შეაჯიბრო, რო დააყენო ეს რა ქვია ბილიკებზე, სარბენ ბილიკებზე და რო გაიქცნენ ისინი ვიღაცა გამარჯვებული გახდება, ხო ასეა? ლოგიკური. ასე არის დემოკრატია. ამ პრინციპზეა ზუსტად დაწყებული. ჩვენ მაგაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება წარმომადგენლობითი, რაც შეიძლება რეალისტური, რაც შეიძლება სამართლიანი იყოს საარჩევნო გარემო, რომ ყველა ადამიანს, ვინც იღებს მონაწილეობა ამ არჩევნებში, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, გასმის საკუთარი იდეები დააფიქსიროს და მიიტანოს ხალხამდე. ეგ არის სულ. მე ადამიანები მივლიან, აირჩევენ და ვინც იქნება, ვინც მეტ პროცესს დააგროვებს, ის მოვა ხელისუფლებაში და ის გამართავს იმას, რა ქვია. მე არ ვიცი ეგ ვინ იქნება. ვინც გაიმარჯვებს, აი როგორც ალექსანდრემს გაცა პასუხი, ვის უტყურებ იმპერიასო და ყველაზე ძლიერსო. რა ქვია, ალექსანდრე ხომ პასუხა. აი ეგ პრინციპი, ეგ მარტივი პრინციპია რა. ამაზე ტვინი, ამაზე ფიქრით საერთოდ პოლიტიკოსმა არც უნდა დაიღალოს, მით უმეტეს ამომრჩეველმა, რომ აი ვინ მყავს, იმიტომ რომ ამას ვინც კითხულობს, მას ჭირდება მზე ჭაბუკი, ვიღაცა აი ეს პრინცი, რომელიც მოვა და გადაგარჩენს და ამას დაალაგებს და ერთი ხმალის მოქნევით და ყველაფერი იქნება ჩააყენებს წიგნში სისულელია ეგ დაგუპისკენ მიდის ასეთი ვინ ასეთი ეგ არც უნდა დავცვათ არ იცნობს ეს დემოკრატია ამ კითხვას საერთოდ ვინ ეგ შენ უნდა გადაწყვეტო შენ თუ ხარ დაინტერესებული უნდა მოусვინო მე უამრავი ახალგაზრდები არიან სხვათა შორის მე ყოველთვის ახალგაზრდებს მაინტერესებს თუ ვინმე ახალი გამოჩნდება თუ ვინმე ახალი იქნება. მოიხიბლეთ რომელიმე მათგანი. და ესა წინაარჩევნებზე მე ახალგაზრდებს მივეცით სამწუხაროდ ახლა ვეღარ აღმოვაჩინა ის იმ სახელის პარტია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდებს უნდათ ძალიან მშვენივრად აი გადასარევად, დაწყობილად და ლაგებულად მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენზე მეტი განათლებულები არიან და უფრო მეტად მონდომებულები არიან, უფრო მეტად ჰუმანურები არიან და მე მდობა მაქვს აი ამ თაობის. გესმით? და ამიტომ მივიდეთ და ვინც გაიმარჯვებს, იმისი იყოს ეს ქვეყანა, დაიწყოს არ მოგვეწონება რამე სიგლახეს გააკეთებს მივუთითოთ და ანუ ეგ როგორ ხდება იცი აი ბორბალევით ბრუნავს რა ეგ მთელი სისტემა მეც მონაწილეობ ამაში მარტო ხელისუფლება კი არ მონაწილეობს ამაში მონაწილეობს მე შენ გეხმარები ჩემი კრიტიკით მაგალითად შენ რომ დაუშვათ არ იცი ხო იმდენ კომპეტენტური არ ხარ ამ საკითხში რამდენადაც საჭიროა მაგრამ მე ხო ვარ აქ ჩვენ მოქალაქეები ხო ჩვენ ხო გაკრიტიკებთ შენ არა ჩვენ გითხარით რომ ეს ხო მაგრამ ალბათ თანამდებობის პირისთვის ყურადღება კრიტიკის მით უფრო თუ ჯანსაღი არ არის რაღაც
რიგ შემთხვევაში არ არის მისაღები. ჯანსაღი თუ არა, კი ბატონო, ხო, არის უამრავი არაჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ ხო არის ისეთი კრიტიკა, რომელიც ესე იგი, რომელიც გეუბნება, რომ ეს ასე არის, აქ ეგ არ უნდა იყოს, ჯობია ასე იყოს. გესმის? ანუ ამ ტიპის კრიტიკა, აი ესეთი კრიტიკა ხა სალანძღავი და შენი მიწის გამოთხრა რომ უნდა და რაღაცა ზედაპირული კრიტიკებზე რო არის, ეს ქვეყანა აწყობილი და ანალიზური და უფრო კეთილი გამწყობი კრიტიკა აღარ არსებობს, ყველა პროპაგანდისტული არის საერთოდ. ეგ კიდე ცალკე. ალბათ ისე მივიდივართ იქ დასასრულისკენ, საიდანაც დავიწყეთ. საიდანაც დავიწყეთ იქ მივიდივართ, კი ბატონო. სამწუხაროდ მე რევოლუციის მომხრე არასოდეს არ მაგრამ ამ ბოლო დროს მე ამას რა ვიცი ახლა აი მართლა პირდაპირ ვიტყვი რომ ამ ესენი თუ მართლაც ამ ჩაიდანს რომელიც უკვე დუხს გესმის ყველა საცობს დაუცავენ სხვა გზა არ დარჩება ამ ქვეყანას და მეც ამის მოხდა ვიქნები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. უსამართლობის წინააღმდეგ აჯანყების უფლება ეგ არის ღვთაებრივი სამართლის განუყოფელი ნაწილი. სამართლიანობისთვის ბრძოლა, ეს კეთილშობილური ბრძოლა. რა ვქნა, ეგ დააზიანებს აუცილებლად რევოლუციური აი ესეთი პროცესებისგან მართლაც ყველაფერს თავიდან დააწყებინებს, ისევ ის 90%-იანი მხარდაჭერები წამოვა, ისევ ის შიზოფრენია, ისევ ის ხელისუფლების უზურპირება, ვიღაცები შეკავშირდებიან და ისევ რევოლუციურ პროცესებს ეს მოსდევთ, მაგრამ დღეს მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპის დახმარებით ამ ორგანიზაციებს საკონსტიტუციო კონტროლით და ამითი ამის ცოტა გაინეიტრალებას მაინც შევძლებ. და იმედი თუ არ, ყოველ შემთხვევაში მე უფრო მეტი იმედი მაქვს. ძალიან კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ რომ მონაწილეობდით გადაცემაში, მშვიდობიანი ღამე დაგემშვიდობებით. ერთ რამეს დავამატებ, რაც წეგან გამორჩა. აი მას ვინც დღევანდელ არჩევნებში, ახლანდელ არჩევნებში იმ ოპოზიციურ პარტიებს მინდა უთხრა ვინც იღებს, რომ ისინი არც ერთი ოპოზიციურ პარტია არა, ისინი არიან უბრალოდ არც მეტი არც ნაკლები აი ამ ლეგიტიმაციის ასე რომ ვთქვათ, ამღიარებლების სიაშჩაზე, რაც რა თქმა უნდა გარკვეული ვაჭრობის შედეგია. ამაში ახლა ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ისეთი ბერკეტი, რომლებითაც ისინი შეძლებენ რაიმე კომპონენტის გამოსწორებას ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და ვითომ კონკურენტ უნარიან მაშინ და ბრძოლაში შესვლის პირობებში ასე რომ ვთქვათ რა აი მაშინ შესულიყვნენ მაშინ პარლამენტში და უკეთესი ასპარეზი ექნებოდა თქო ასე რომ მე ხალხს მოუწოდებ რომ თუ ვინმე საერთოდ აპირებს მე საერთოდ ყველას მოუწოდებს ვარ წავიდეს არჩევნებზე ეგ არ არის ქართული არჩევნები ქართული ხალხის არჩევნები ეს არ არის სამართლიანი არჩევნები ეს არ არის და ჩვენი მომავლისკენ მიმავალი გზა მაგრამ თუ ვინმე წავა არჩევნებზე ამ ოპოზიციოდეს რომ ესენი ყველა აბსოლუტურად ერთი პარტიაა დღეს და ყველა ერთ საქმეს ემსახურებიან მე ასე ვფიქრობ მიღებულია თქვენი მოსაზრება ცხადია კიდევ მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში ბედნიერი საღამო ბედნიერი დღეები და დარწმუნებული ვარ ისევ გადავეკვეთებით ერთმანეთს ამ სივრცეში დროებით დაგემშვიდობებით ნახვამდის დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე დროებით თურქეთო ტელემაყურებლობა ჩვენი სტუმარი გახლდათ მწერალი ბატონი ტარიელ დათიაშვილი ბედნიერ ღამეს გისურვებთ თქვენ ცხადია და დაგემშვიდობებით სამშაბათამდე საუკეთესო სურვილებით მადლობა რომ გვიყურებთ ნახვამდის